ასეთი ინტელექტუალური მტრისთვის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას დაპყრობილი ხალხის ისტორიული მეხსიერება წარმოადგენს. და ერთობ ეფექტური იარაღია თუ ხალხს თავის წარსულს, თავის ვინაობას დაავიწყებ. ასეთი ხალხი ცხვარივით მონამორჩილ მასად გადაიქცევა და დასაკლავ დანასაც მორჩილად მიუშვერს ყელს. ისტორიის განმავლობაში ბევრმა ძალამ ცადა ქართველების გადაგვარება, მაგრამ ბოლომდე საქმე მაინც ვერავინ ვერ მიიყვანა. წაშლით კი იცოცხლეთ ბევრი ფასეულობა და კარგი თვისება წაშალეს ჩვენში. და დღესაც როგორი ხალისით ცინის ხოლმე ალბათ ჩვენი არაკეთილის მყოფელი, როდესაც ზოგიერთი თვითკმაყოფილი პოლიტიკოსი თავს დავით აღმაშენებელს ადარებს და დეგრადაციას აღმშენებლობად ნათლავს. აბა დავით აღმაშენებლის ეპოქისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დღევანდელი საქართველო უფრო მე-15 საუკუნის მიწურულის საქართველოს გავს. ეპოქას, როდესაც ვერც ერთი მტერი ვერ დამართებდა იმ საშინელებას ქართველს, რასაც ის თავის თავს უკეთებდა. მრავალი ისტორიული მიზეზის გამო ჩვენ საზოგადოებაში მაშინაც დაქვეითებული იყო განათლება, კულტურა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა. ქვეყანაში საშინელი გაჭირვება იყო. მაგრამ რაც მთავარია, მაშინდელი ქართველიც ერთგვარი თვითგვემით იყო დაკავებული. იყვნენ ადამიანები მაშინაც, ვინც ამ ვაქანალის შეჩერებას ცდილობდნენ, მაგრამ მათი არავის ესმოდა. არადა შეუძლებელია დეგრადირებულმა საზოგადოებამ რაიმე სასიკეთო შექმნას, მით უმეტეს სახელმწიფო შეინარჩუნოს. მოდით ახლა ერთად ჩავიხედოთ ისტორიის სარკეში, რადგან მარადიული ფორმულის თანახმად ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია. და ეს ძველი ჩვენ დღევანდელ ქართველებს საგულდაგულოდ და დიდი მონდომებით აგვაქვს დავიწყებული.